ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი დასჭავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა და მას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. კიდევ ერთი დასჭავებული ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება ფოთში ნაბადის უბანში გამთენისას რესტორან ოსკართან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით ხელყუმბარა აფეთქდა, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თუმცა მედიაში გარე კამერით გადაღებული ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც აფეთქების მომენტია ასახული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ერთი დაქტარი და ორი დაშავებული არისო კიდე. ეს ღამით მოხდა, ღამის საათით. სხვა ღამისა სადღაც. ხელყუმბარა ხონდაო, ხელშიო და ათამაშებდა ხელზეო და მე გავუვარდა. აფეთქება მოხდა უშვილო და მეტი არაფერი არ ვიცი. რამდენი ადამიანი იყო? 3 ადამიანი იყო. რა ვიცი რაღაცა ხელყუმბარასავით ქონდა თუ ხელშიო და ის აუფეთქდა თუდე. ფოთის საავადმყოფოდან გადმოყვანილი იქნა მამაკაცი დიაგნოზით დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით. ეს არის ქალატვინის მძიმე ღია ტრავმა. ავადმყოფის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის უკიდურესად მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში.